ხუთშაბათ საღამო მშვიდობისა, ერთგულო მაყურებლებო, როგორც ხედავთ მიმდინარეობს მასამზადებელი სამუშაოები ამხანაგური თამაშისთვის, როგორც ყველაფერი team-building-ით იწყება, როგორც ხედავთ 3-3-ზე ბიჭები მუშაობენ. ეს ხელს უწყობს გუნდის შეკრულებას და ქიმიის ამაღლებას. ბიჭებმა წარმატებით შეასრულეთ ეს ტასკი. დავალება, თუმცა ლევონი რაღაც თუ უკმაყოფილოა. ლევონი უკმაყოფილოა, იმიტომ სტადიონი არ არის ღია, თორე სპასობნი იყო აი ამ კარების იქ გატანაზეც კი სპასობნი იყო. უნდა ყურადღება მივაქციოთ, მაგრამ აქ რა თქმა უნდა ამ ხაზზე გაქცევისას გარემარბი შეიძლება სახით შეასკდეს, კი ბატონო. ამას გიდასტურებთ, შეიძლებოდა ჯობდა კიდევაც რომ იქით ხარს გადაგვეტანა. რომელიც არ ვიცი. რამდენი ადგილი იქნებოდა, არა, იქითაც რასაც ხედები, ხაზთან ახლო არის პატარა კარებია და ეს დიდი საერთოდ აქეთ გადმოვიდოდა. ვიღაცა მირეკავს. ნახოთ ვინ მირეკავს. თეკლა ჩიქოვანი მირეკავს. თეკლა ჩიქოვანი. დიახ. ლაივში ვარ, თამაშს ვიღებ, აბა რა ხდება, რა პრეტენზიებია. ლაივში ვარ, ჩვენს თამაშს ვიღებ. შენ ხარ? გვიყურებ? იმიტომ რომ პრესი მткиვა, აი, ლადოს მივესალმოთ. შევშია. საქმეზე გადავიდეთ. მალე თქვი. მალე თქვი ხო და მაგიტო გეუბნები თან ვიღებ ლაივში ხარ. ხალხი მოგესალმა უკვე. კი, რეპორტაჟში ისმის შენი ხმები. ხო. როდის არის დღეს? მიას მიწერე, ეგეთი რაღაცები მიამ უფრო იცის. მე ხო იცი? ხო, არ ვიცი, აი მიას მიწერ ვინმე ხო არ მოდისო. მე ეხლა 1 საათ, 2 საათის მერე ალბათ ჩავერთვები მაგ მიმოწერებში, მაგრამ უახლოესი 2 საათი ვერ დაგეხმარები. კაი, კარგი. გოცოთ დავაფიქსიროთ, რომელიც მორფინისტია და მუხლში ნემსებს იკეთებს. მუხლის უკანა რო არ გამოჩნდეს კარგად. დააკვირდით ნემსებმა უკვე. საერთოდ ეს გოცვა აღარ არის უკვე ნანორობოტები შეყავს მუხლში და გოცოს მაგივრად უკვე AI ყავს მიღებული. დააკვირდით. ერთი შეხედვით თითქოს ჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით რომ AI-ია. გავიდნენ ბიჭები, დავსერიოზულდეთ, სანდრო გელაშვილი, გიგა, მოდი ვნახოთ, ვილი, იქიდან ზურა, თორნიკე ათიანზე, გიგა 20 წუთიანები იქნება, პატარა, ანუ ბექა, ჯორჯი, დევნოზა, გიკაშვილი, მეორე ვინა, თოკო, ეს ვინღაა ბიჭო? კახა, უი. კახა. ძმახარ. აქეთ გაბოროტებული ჩვენი ბულკები, რომელსაც ბოლოსაც ყველა ამხანაგური მოუგეთ და ეხლა რატომღაც გონია რომ ისეთი ადვილი სასტავით აღარ იქნებიან გამოსულები, თან წააგეს, ესე ვთქვათ, ოფიციალურები წააგეს რამდენიმე და შეიძლება ბიჭებს მოხოდვა უნდოდეთ და შეიძლება მართლა გამწარებულები იყვნენ გამოსულები. ჩვენი ბიჭები კი კაი ხასიათზე არიან, ბოლოს ამ თამაში დიდი ანგარიშით მოიგეს და შეიძლება კაი ხასიათზე იყო. აი როგორც აიაქსი და ბაიერნის, ესე ვთქვათ, კრუიფის გამო სამშვიდობებელი თამაშზე რაც მოხდა, იგივე არ მოხდეს უბრალოდ მეშინია, ნახოთ. როგორ დაიწყებენ ბიჭები. და ჯერდობით დაზვერვა მიდის, თუმცა აქ ზურამ უკვე მეტი გააკეთა
და თორნიკემაც აგრძნობინა რომ ევროლიგას ენება არ იქნება. ზურა ძალიან მოტივირებულია სხვათა შორის და კი ბატონო ბიჭებს თამაში აქვს. თვითონ იმათი მწვრთნელიც კი თამაშობს. საინტერესოა. დაიწყეთ ბიჭებმა ყურაობა. გოგსაძე იცავს დღეს ჩვენს კარს. არ გვაწუხებენ ისე თითქოს ნელ-ნელა გვიჭერენ მარწუხებს. თითქოს შეხებით არ გვაპრესინგ ჩვენ შეცდომას ელოდებიან. გოგსაძე მაქვს მარტივად ითამაშა და ვაიგეთ ფლანგიცველი ვინ არის? მიკიტა ხო. მიკიტა რომელიც წინა თამაში გაუხურებლად შემოვიდა და ერთ-ერთი სუსტი გოლი იყო, ყველა შეტევა მაგ მხრიდან შეგვიქმნეს, თუმცა შეგვიძლია ეს დავაბრალოთ იმას, რომ ტრავმირებული კაცი შეცვალა და გაუხურებელს მოუწია შემოსვლა. აქცია ჩვენიანმა, ანუ მიკიტამ, ესაც გაუხურებლობის ბრალია, არ ვიცი. გელაშა ძალიან კარგად გაიხსნა და ჯორჯმა გაჭრა, ნახოთ წინ რა სივრცეები აქვს. სანდროს კარგი ხედვა აქვს, როგორც იცით, ზურას ჩარბენი ამ შემთხვევაში არ იყო საჭირო. აი ზურა როგორ გაიხსნა მიკიტას? მიკიტა ნახოთ. აწია თავი, ბექა თუ ჩაირბენს წინ, სივრცე აქვს და მიკიტა გრძელპას გადმოუტანს, მაგრამ ბექა წინ არ მიდის. რატო არ ჩაურბინ? ანუ ეხა კარგად დაეხმარა, მაგრამ გიგამ რა კაი სპრინტი შემოსთავაზა და ნახოთ კახა თუ გადააზღვევს. კახამ გადააზღვევ, გოგსაძეს მომჩვენა თითქოს კარი ქონდა დაკარგული. გელაშ შენ რო ცენტრში შეიწევ ხოლმე ამას უთხრა რომ ეგ შენი კრაი აითვისოს წეღან უკან იდგა არ უშავს ჯორჯმა შეცდომა დაუშვა და ძალიან ინანტულად ითამაშა და ეს უკვე 1-0 ეს 100% ჯორჯის ბრალი არასწორი პასი გააკეთა დაკარგა და მე უყურებდა რო დაინახა რომ ჩაუჭრეს პასი სპრინტის რეჟიმში არ გადაერთო ბიჭები ჯერ ისევ ვამხნევთ ერთმანეთს. 100% დამოკიდებულების ამბავია მთელი ეს თამაში. ახლა თაბარ ხდება. როგორც კი ოდნავ ზერელი დამოკიდებულება. კარგია კარტოზამ უკარნახა და მშვენიერი რიკარნახი იყო. გიგა როგორ გახსნისასაც როგორ სპრინტერს აკეთებს. ბიჭები რა ვნახოთ რამდენ ხანში მოიგებიან გოლს. ბექამ კიდევ იბრძოლა და არასწორი პასი ეს ძალიან დომინანტია ფიზიკურად. ხო, ზურაზე თუ ვამბობდი და ვეღარ დავსვლა. ჩვენი გუნდიდან ალბათ ყველაზე მოტივირებული ზურა, იმიტომ რომ მშრალი სერია აქვს ესე რომ ვთქვათ და ერთი გოლი აქვს გატანილი ისიც პენალტით. და ნამდვილად უნდა რომ პირველ რიგში თავის თავს დაუმტკიცოს რაღაცები. ამიტომ მე ამ თამაშში ვირტუალურ ფსონს ჩამოვიდოდი ზურას დუბლზე. საერთოდ ასე ვიტყოდი, ზურას დუბლზე. ნახოთ, გიგა რა კარგად მუშაობს და რა კარგად იხსნება. სუცარიელი, თუმცა ნახოთ, დაკარგა და ეგრევე გაეკიდა, როგორც ხედავთ. ბეკაც გაჩერდა. დაგვიბრუნეს ბურთი. ზურა წადიო. მოდი ეკრანიდან არ ჩანს წესიერ რა ხდება და როდესაც სტადიონზე უყურებ მე წესიერ ვერ ვიღებ. კახამ ატარა და რაღაც საინტერესო პასი გააკეთა და მიკიტა ამ ბურთს გაეკიდა. სამწუხაროდ ვერ მიაღწრო. რაც 1x და 2x-ები მაქვს აგერ რა გინდა. ადრე არ იყო ქრებულა და ეხლა რაც კახამ შეცვალა სეტინგებში ეთყობა. მას შემდეგ რაც დიმამაც უსაყვედურა მის ტელეფონს ეთყობა ჩესტზე შეღებად მიიღო და რაღაც ნავაროტკებით შემოგთავაზა მისი ტელეფონი. არ ვიცოდი თუ კახას თავის ტელეფონი ესე უყვარდა. თან ნახე როგორ кейსში ქონია ჩასმული ეხლა მივაქციე ყურადღება ნამდვილად შეყვარებულია თავის ტელეფონზე. აქ რაც ბიჭებმა კლასის დემონსტრირება ჩაგვიტარეს და გელაშვილის სახიფათო დაწუხებს.
კარგია, ანუ უკვე გამოცოცხლდნენ ბიჭები, თამაში დაემსგავსა. გაძურა და გიგა მოძრაობაზე დაიჭირესა, თორე მზად იყო ბურთის ჩასაჭრელად და გიგას მუშაობამ შედეგი გამოიღო. შეგახსენებთ, რომ პირველი ლიგის გუნდს ვეთამაშებდით, ბიჭები ტექნიკურად გაცილებით კარგად არიან მომზადებულები. ნაკლები შეცდომები აქვს, ანუ თავის ნახევარზე ათამაშებენ ახლა ბურთს და ჩვენც არ ვიხლებით, ესე ვთქვათ. თუმცა პატარა წნეხი და როგორც აი შეცდომის ზღვარზე არიან ხოლმე უკვე წინააღმდეგის ფეხბურთელები. გადაკეტილი გვაქვს ზონები, გელაშა არ მუშაობს, რომ ინფორმა აქვს გელაშაზე, რომ აქ თოკომ ძალიან მარტივად დაუტოვა. არც ადაიმ ბურთის გაკონტროლება. ასე კარგია, გადმოვედით. ეკამ გააკონტროლა ბურთი. მოკლე პასები. აქტიურობისკენ მოუწოდებს კარტოზე. მოკლედ გელაშაზე მაქვს პატარა ინფორმა, თითქოს პატარა დისკომფორტი აწუხებს კუნთზე და შეიძლება თავის ეკონომ რეჟიმში იყოს, ახლა ეკონომ რეჟიმზე იყოს გადართული, ეკო პლუსზე, ან თლად ეკო არ იქნება, მაგრამ ეკო პლუსი. კარგი. გაძვრა აქ სახიფათო პასი და ჯორჯი და დევნოზა ორივე ერთად მისდევენ და დევნოზა რატო მისდევდა ესე ჯორჯს ეტყობა თავი იმ დონეზეც არ აწია რომ დაინახა რომ ჯორჯი იყო პირველ ბურთზე და გაკიდების მაგივრად უბრალოდ სივრცეში გახსნო და გრძელი პასი უტობა იმე არ ჩამომხსნათ ჩემი კაი. აუტი ჩაგვიწოდეს თავისუფლად. გელაშა სამკაცშია მოქცეული. თოკომ აწუხებს, აქ უკვე რატო? თოკო ერთი სასისკით ნაკლები უნდა გეჭამა. ვილისთვის ესეთი პასი ხო კაი ბამპერო ყოფილიყო ხო, მაგრამ ვილის ესეთი პასი. აი ფეხზე ოდნავ წინ უნდა მისცე რა. დანარჩენს უკვე კორპუსით წაიღებს ვილი. ოპა, ოფსაიდი არა, იმიტომ რომ ჯორჯი იყო ჩარჩენილი და იქ დევნოზა მივიდა და რას იკისრებს კაცშულმა არ იცის. შეიძლება ბურთი მაკრატელათიც კი წაართვას. ბრეიკდანსის ილეთები გამოიყენოს. ნამდვილად არ ვიცით რას იკისრებს, აქ ინიესტამ დაუგდო ბურთი. კახას. გელაშა სადაც ჩამოსულ ხედავ და ბექა იტვისებს ამ სივრცეს. აი ესე უნდა იქნა მაშინაც როცა მიკიტას ქონდა და არ გადმოვიდა. ბექას მაგას ამოუჭრია ალბათ. თუ რამე ამოსაჭრელია და ინსტრუქციულია ალბათ ბექასთვის იქნება ჯერჯერობით საწესი. და ჯორჯისთვის რა თქმა უნდა, ჯორჯისთვისაც. თოკო თუ შეცვლის. ხო, აქ თოკოს მოვიდა ის რაც ჩვენ ფეხბურთელებს ხშირად მოსდის ხოლმე, შეეძლო დატრიალება და იქით შეცვლა, მაგრამ აქეთ იყო ფოკუსირებული. მესმის მეც ვერ დავტრიალდებოდი. როდესაც ჩართულ ხარ თამაში და გელაშა თუ გაიტანს. რატო გელაში? შენებურად კიდე მეტი დრო გქონდა. არ დაუძახეს გუნდებმა ალბათ რომ სივრცე და ის დრო გქონდა მეტი. დაჟე გასწორების კიდევაც და წინ ნაბიჯის გაკეთების კიდევაც. გიგა საკმაოდ ინიესტურ რაღაცებს აკეთებს თავის სტილში. დატრიალდა, წინ ვეღარ ნახა. აი ხა ბექამ ძალიან კარგი ჩარბენი გააკეთა, რაც კახამ დაინახა და ბექამ ჩამოიღო. ძალიან კაი ბიჭია ბექა, თუმცა თავის სტილში ისევ აი ძალიან კაი ბიჭია, უბრალოდ ერთი ნაკლი აქვს. პასს აძლევს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ხოლმე რა. აქ აჯარი მისაღებად შეიძლება არ უნდა გაგვიძვეს სახიფათო პასი. მცირე კაც სახიფათოდ გვიტევს და თორნიკემ ჩამოასწრო სივრცეში. ერთ-ერთზეა და არ ჩაურბინეს. ეს რა გათამაშება იყო. ეს ბიჭებო ეს შეგვიძლია გოლი არ გასულა, მაგრამ ჩოლებრივ გოლად ჩავითვალოთ. კარგი დაჟე გოლი რო გასულიყო, უფრო კარგი იქნებოდა, უფრო გავამახვილებდით და დაგვემახსოვრდებოდა ეს ეპიზოდი. ვინაიდან ის არის ამხანაგურია და ხო და აი უფრო მწარე დაგვემახსოვრდებოდა, ყოველდღიურს მივხვდებით.
მაგრამ იმედია ეხა მე რო თქვი ეს მაინც ჩაინიშნავთ და ამ მომენტს და ესეც აღარ დავუშვებთ. რატო მოხდა? კარგად გავუკეთოთ ანალიზი. თუმცა ყველაფერი დაალაგდა, ისე ჩვენი შეტევის ფაზა იწყება, მარტივი პასი გადის აქ გელაშაზე, გელაშაზგან თოკოზე, თოკოზეცდან გიგაზეც და აქ აუცილებლად უნდა დაგვიბრუნოს. აუცილებლად უნდა დაგვიბრუნოს ბურთი. იმიტომ რომ ცალსახად ჩვენი ბურთი იყო, ცალსახად ზემოდან რაკურსით კარგად გამოჩნდა და არანაირი კამაც აზრი არ აქვს. კახა კარგად გაიხსნა სივრცეში, მომწონს, მაგრამ ეხა ისევ ძალიან უაზრო პასი გააკეთა, უფრო საინტერესო არ შემომთავაზა არაფერი რა. კახას ცოტა ესაკლია ხოლმე კრეატივი ალბათ. თუ შეიძლება რაღაც ის ვთქვათ, ნეგატივზე საუბარი, ხო? ნეგატივს არ დავარქმევდი ამას, ანუ ფანჯარა სადაც შეიძლება რომ გამოსწორდეს. თოკოს არავინ არ ყავდა წინ და იმდენი ხან მაგრა ბურთი რომ აი გელაშამ ჩამოურბინა და გელაშამ გადაუკიდა ზურას კი არა და მიკიტას და ზურა თხოვს მიკიტას ბურთს და დროზე უნდა გასცეს მიკიტამ, ანუ ხო, მიკიტ მაგარი პასი გაიწია. ერთი რაღაც მოგეთხოვებოდა რომ უბრალოდ უმარტივესი პასი რაც შეიძლება მალე მიგეცა ზურასთვის და შენ კიდე ჩვენი შეტევა შეაჩერე, მადლობა ძმაო. საბოტაჟ. თუმცა გამოისყიდა მიკიტამ თავის საბოტაჟი აეხლა ამ პასით. ზურა რაც შემოგთავაზა 2x-ში უყუროთ, აბა ზურას მოძრაობებს. ზურას დუბლი? არა. მარცხენათი დაარტყა. ზურას weak foot-ი აქვს, თუ არ ვცდები 2-5-ზე, 2 ვარსკვლავზე აქვს. არ ვიცი. ვარჯიშების შემდგომ შეიძლება 3-ზეც აუვიდეს. აქ რაღაც ცვლილების ამბავია. და წინწყლებმა დაიწყო როგორც ჩანს ამინდის ცვლილება ფასკუნჯის ამხანაგურ თამაშზეც კი ვრცელდება. ცვლილება. ფუცუ სიგნალი შემოვიდა 9 ნომრის მაგივრად. ეს და ვილი როგორი მოტივირებული მორბის. ნახეთ, ბოლომდე გამოყვა და აქ ცირეკას თუ აჯობებს ბექა, თუმცა 6 ნომერს გელაშა გადაუზღვევს, გიგამ გადაუზღვია. რა კარგი ბიჭია და კახაც ჩატეხეს. გოქსა, კარგია. გოქსა შვიდა დაკონტროლებს ვითარცა დიდა. თუმცა ეს ვიღაცა მიჩქარა, დევნოზა იყო. ხო, დევნოზა თუ იყო შეიძლება პირიქით. ოპა. ვინ არის ეს? ზურა? ზურა, ზურას ეთყობა, რომ აი არ არის რა სახუმარო, ამხანაგურად არ არის გამოსული რა ესე ვთქვათ. სამხანაგურად ხელა პასი, თუმცა არასწორია ეს პასი. ეს გამოიწვა ჩვენმა წნეხმა, თუმცა გავასწოროთ ჩემი კაცი. სწორია უტი ბექას მხრიდან. ერთ-ერთი საუკეთესო ავეტების ჩამწოდებელია. ალბათ ბექა ყველაზე ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ბურთს ყველაზე ხშირად იბრუნებს და ყველაზე ხშირად უბრუნებს. ანუ აი ძალიან ხშირად ართმევს ბურთს, მაგრამ ის ართმეული ბურთი შეიძლება იმ მეორე წამს უკან პასით დაუბრუნოს. კი არ წაართვან, ანუ თვითონ გიგა გაგვიჭედეს. იმდენი გიგა საოცარი ხარ, ძმაო, ეს რა იყო? კახამ დაამშვიდა? სხვათა შორის არ დაამშვიდა, აი ბექამ ბურთი ნახეთ როგორ დაიბრუნა სავით. შევავიწროვეთ, მაგრამ მაინც გავუკეთეთ. აი თორნიკემ უკვე გეყოთ ბიჭებო. გაგძელთ, საერთოდ გაგვაგზელებინა და ნუ რა არის, რა ის რაღაც უკვე ტექნიკურ წუნში გადაგვივიდა, ხო? გიგა ისევ, გიგაც არ ელოდა რომ ესე ჩაცდომას დაუშვებდა მეტოქე. კარგია. მე კარემ სული შეუბერა ბურთს და ასე შეძლო მოგერიება. აი ტანს. გიგას დაურტყა ბურთი, საღოლ გოქსა. ისევ გიგა. ისევ. ნუ გიგამ გადააზღვია აქ. ბოლომდე ითამაშა, კაია.
ხო შევთანხმდით რომ თუ ვერა აქ მეკარეს ურტყავს მცველი თუ არა და ნუ მაშინ ავიტანოთ წესიერად რა რატო აი აქ ჩვენს ეს ყველაფერი შემდეგ თამაში აუცილებლად აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ბექამ მოიგერია და შეიძლებოდა აქ სხვათა შორის ამ ბურთზე თამაშიც, მაგრამ ძალიან კარგად მიუვიდა იმას. გელაშასაც არ დამეკარგა ბექასთან იყო რატომღაც. ნუ უკან დავიციეთ ახლა თორნიკე გააქტიურდა. ცუდი შეხება თუცა ზურამ შეიძლება იქ საბედის წეროთ წაართვას და ძალიან წარეთ და ამახსოვრდებათ ეს გიგა გადმოვიდა სირსაშს გადმოასხვია რა თქმა უნდა ბექა ერთ-ერთზე თამაში ვიცით რომ ძლიერია და არც ურისკავენ საერთოდ ბექაზე წასვლას აი უკვე იციან თუმცა აქ მოკლე პასებით ისევ ძალიან აი მოკლე და სწრაფი პასებით როგორ გვატყუებენ დევნოზას თუ აჯობებს ძალიან გადავრჩით ბიჭებო უკვე ძალიან ანუ იღბალი ფორტუნა აშკარად ჩვენ ხარისა პირველ სამი თამაშის მერ და ახლა ზურა როგორ მირბის ნახე აი პასია საბოლოო ჯამში იარე კახაც ჩართე საღოლგელაში აი გამიხადა რომ გრძელი პასი არ გააკეთია ქუაზროდ ძალიან კაი აი ეს მომენტი აი გულში სითბო ჩამეღვარა რა ზურამ ძალიან კარგი first touch-ი გააკეთა მეორე გასცემს თოკოს მისცემს თოკოს და ეს თოკოს საყვარელი პოზიცია მაგრამ აი ძალიან სამწუხაროა ბექა ეხმარება თოკოს აქ შეიძლება დილკაც გაუძვირნოს სადადიხ მაქედა რას ხედავ ჩვენ მეთიო ვურთი სწორად გამოვიცანი რომ თოკო დილკის გაძვრენას აბირებდა მაგრამ შოთა შორს 22 წუთი გავიდა თოკო რაც ჩამოხული იყო გელაშასენ წაურტყა კიდევსა გიგამორბის აქ ისევ რივოკით და პოზიციაზე. ანუ გიგა რო გყავს თითქოს 1-11 კაცი გყავს რა, აი რაღაცა ეგეთ შტაბეჭდილებას ქნის და ვაიმე ზურასაცად გაუძვა და აი მიკიტა როგორ იქნება ახლა ჭკვიანურად ითამაშებს თუ არა. მიკიტა ვნახოთ. დევნოზა დაეცა, ანუ აჩვენა მიკიტას რომ რას ელოლიავებიო და აი მენა ბოლომდე მიყვა. დევნოზა სააკეთებ ძმა. არა, ძმა ამხანაგურია ეს. ამხანაგურია. მეგობარი გუნდები ვართ და არ გვაწყობს ხიპიში. რაზეა ვაფშე ხიპიში? ალბათ ბოლომდე გეთამაშა ძმაო, ეხა ფეხში არ ჩაურტყია და რაღაცა და. რა დროს ნუ კარგავთ რა. დროს ნუ კარგავთ ძმებო. კარგია. კარგად მივიდა გიგა. აი აქ იშვიათი შეცდომა გიგასგან და და 2-0. სათა შორის აი ამ შემთხვევაში მართლა წესიერი პასი მივიდა გიგას და ბურთი აუხტა. ნოლ თორია ჯერჯერობით. მეორე ტაიმში ალბათ გაუტად ბევრი გოლს. არა არ ვიცი 23 წუთია. როგორც ვიცი 20 წუთიან ტაიმები უნდა ყოფილიყო, მაგრამ რაშია საქმე? ისევ იგივე, ან ვერავინ ვერ ნახა და დაატრიალა ისევ იგივე. გელაშამ ძალიან კარგად იმას და ბექამ გიგამ შეცვალა, მშვენიერია. აი ეგრე, კარგია ბიჭო, როცა არავინ არ ყავს. მისაცემი არავის არ მისცე და აი დულე მოვიდეს კაც შენთან და აი გიგა ნახეთ რა კარგად გაიხსნა თუმცა თოკო თუ დაუტოვებს გიგას დაუტოვა და აქეთ ბექა ერთვება გადმოუტანა გიგს კაი ეხა უკვე ეხა ხო ყავდა მისაცემი ძმაო მიკიტამ ზურა იპოვა ჩაურბენს კახამ შეიტანა თოკოსთან მოკლე გაითამშა გელაშ წადი წინტო ბექა ჩაურბინე წადიო, ნუ რო წასულიყო უკვე ოფსაიდი იქნებოდა, ამიტომ ბექას აუცილებლად გაჩერება უნდა გაეკეთებინა. გააკეთა, მე რო წავიდა, ნუ რაღაც აუტი მოვიპოვეთ შეტევაში. 19-ია კარტო. მე ხო თამიშის პრეპარირებებიც გადავიღე ხო რა გადმოდიოდა. შეიძლება მაგიტო. მაგრამ 5 წუთი თუ იღებდი არ მეგონა.
ბექა საუტი თოკოზე იკითხება აქ, რა თქმა უნდა. ოპა, სადამდე ახტა თოკო და ბურთი მოიგო კიდევაც. კიდე ფეხი აუსრიალდა, იქ ძალიან ცუდად ცურავს ერთხელ. მეც ამისრიალდა და კუდუსუნით დავეცი. თოკო შევამოწმოთ კუდუსუნით ხო არ დაეცა. კუდუსუნზე დაცემულის არაფერი არ უგავს ჩვენი ვარდმანდის ძალიან კარგი. პირველი ტაიმი მორჩა, დაგიბრუნდებით მეორე ტაიმით. ჯორჯმა უკვე გაიხადა. მაინც შევამოწმოთ AI როგორ არის. ხელოვნური ინტელექტი და აქვს. დააკვირდით, როგორი ხელოვნური მოძრაობებია. მარჯვენა მხართან ამოუდგა, როგორც ნამდვილი შმაკი. ნახეთ. გარდ მოდგას, ანუ არავის არ ელაპარაკება, მხოლოდ observation დადის. უბრალოდ მასოკა, ჰოლოგრამა, ხელოვნური ინტელექტი. გოცო ჩვენ დავკარგეთ ალბათ 2021 წელს. მას მერე აშკარად ხელოვნური ინტელექტიღაა დარჩენილი. როგორ შეიძლება აქ ესეთი ამბები მიდიოდეს რაღაცა და ადამიანი ესე იქცეოდეს? თუ ხელოვნური ინტელექტი არაა. არ ჭირდება ყურება, უბრალოდ ესმის, იმიტომ რომ სენსორები აქვს დაყენებული. ორწნეული ბიჭებისთვის არაფერია, სავარაუდოდ. ზურას დუბლი თქვან და ზურას გარდა სხვა თუ გაიტანს 3-2 მოვიგებთ და თუ არ გავუშვებთ, დღეს არ ყავს თემო. თორე შეიძლება ანგარიში 0-2-ის მაგივრად 0-ით თემო ყოფილიყო. არ ვიცი, რაღაც ვარჯიშებს აცდენს თემო, შეყარებულობას ხო არ გაუგო გემო. არა, თემო მაგას არ იკადრებდა. დარწმუნებული ვარ, რაღაც სერიოზული მიზეზი აქვს. ვარჯიშზე რო არ იმყოფება. მოძრაობს, გადაადგილდება ცრუფეხებით, როგორც ერთუჯრედიანი ამება. თუმცა ეს მრავალ მიკროჩიპიანი ხელოვნური ინტელექტი გახლავთ. თქვენ გინახავთ, როგორ ისაქმებს გოცო? მე არა, ვერც ნახავდით, იმიტომ რომ არ გააჩნია ბუნებრივი მოთხოვნილებები, რადგან შიგნიდან ის რობოტია. სამაგიეროდ მე მინახავს გოცო მანქანის სახელოსნოში, როგორ უცვლიდნენ ზეთს. თევნოზაშვილი რა შობა მაინტერესებს? ბიჭები არ ვიცი, შეცვლიან თუ რა ლადო და ვიღაცები გამოვიდნენ. ხელი დამეღალა. ყველა ასე როგორ ვინახამაშებია? იმნესავს ყველაფერი ნახამაშებია. ვაფშე ნემსა რო დავინახე გამოვშტი. საუკეთესო დამიტანა ჩარი, მაგრამ არ ვიცი. არ ძალიან აურაულ მედიტაცია. მე შეუგია კარი ბიჭა. ჯარი მოგა და მე წავედი ჯვარი. თქვენ იცი რა Здорово, კაცი, შემოვა ეხლა, ორი здорово лапараков, здорово, да. А как Кремл, дорога до Кремля, да? Я не знаю, я бы Черногорска. Ну да, какие природа, ну сейчас, да. Ухи болит, блядь, пахи вот тоже. Нужно расхуриться. Ну они, ты видел, как я выебал их защитники атакующие на моем фланге? Да, я просто пизду его, да. А ну иди сюда, ублюдок. А ну иди сюда, ублюдок. Здорово, хорошо. О, трипл здорово, хорошо. Воу.
რაღაცას მოვიგებ ძმაო, ნიხუია სიბე, სამი ზდაროა ერთად. აქ რაღაცა გავაშა შემოვიდა. ანუ გავაშა რო შემოვა, გავაშაც დატენილია და რაღაც საინტერესო შემოგთავაზებს, უფრო ვფიქრობ, რომ გავაშას როცა უყურებ და გიგას, უფრო მეტი ჰაილაითი გიგდროვდება ვიდეოსთვის. ჩვენი კონტენტ TikTok მენეჯერი გიორგი გოგსაძე საყურადღებოდ გავაშას და გავაშას ისენი მიდა ძმა ჰაილაითები. ლუკა ხარბედიაც შემოვიდა. მე დავდებდი, რომ რამდენ პასს გააკეთებს ჩემი აზრით. რამდენი აქვს კუში იმას, რომ ლუკა ხარბედია 2.5 პასზე მეც გააკეთებს. აი ნახოთ დავითვალოთ თამაში. მე ასე ვირტუალურ ფსონს ჩამოვიდოდი, რომ ლუკა ხარბედია სამ თამაში 2.5 პასზე ნაკლები ექნება. ნახოთ გამართლება თუ არა ჩემი მოლოდინი. Live რეჟიმში დავთვლი ლუკა ხარბედიას პასებს. და ასევე დავთვლი რომ ექნება 2.5 არა 3.5 დრიბლინგზე მეტი. ანუ გაქცევაზე მეტი. აქ გელაშას უთხრა რომ ცოტა შენ თავზე ითამაშეო. ჩვენი ხელოვნური ინტელექტი რაც შვება. ბოლტებს იჭერს იქ ერთი თავარი ბოლტი აქვს დაიწყო თამაში. არ გვაინტერესებს სხვა არაფერი წავიდა. ამ დროს არ გაგიმართვა და მიშა საყარდენზე თამაშობს და ბიგ მიშამ ეგრევე ზდაროვაო. ნუ გომ თავის საფირმო ფეხში გაბლანდვა შემოგთავაზა. აურო ჩემი უკან მოტრიალება მომიწიაო. ნამდვილად ჩვენ ამ წუთმა მოვთხოვ ქონდა ვარიანტიო, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გააკეთებდა ბურთი ფეხში ვარ აბლანდვოდა. ვარჯიში და მონდომებით ეს ყველაფერი დაძლევადია. მივიდა გავაშა როგორც თქვი, ლამის ჰაილაითი შემოგთავაზა, მაგრამ იქაც არ ყავს ეს ცუდი ბიჭი. აღარ მაქვს ფც სიღნაღიო თუ რაღაცა ეწერა. ოპა გოგსაძე ძალიან nice guy-ია bro, ანუ მიშა თუ დაუძახებს დიმას. ოპა და ნახოთ წაიღო ეგრევე შეცვალა რაზვირნულ გელაშას თუ დაინახავს. დიმა რაღაც სხვა პოზიციაზე თამაშობს აგერ. აბა რაც მოიფიქრებს. დევნოზამ ამერიკაში ჩარტელური რეისით გაუშვი ძმა? ძმა იდეალური მამა არის. დაარტყა და ამერიკაში გაუშვა. მაგარი მამა იქნება. ნახოთ რა ხდება. აი ესე უკან ზონაში ვართ. ახალ ბიჭები ჯერ ნელა ხურდებიან. აქ ისე მიკიტა დაფუძნდა იმ ფლანგზე. და აქ ნუგო დასცეს ბეჭებზე, იყო ჩემი აზრით, ანუ ვაზარი მაინც იქნებოდა. თუმცა აქ მიკიტას ისევ დიმა აზღვევს. გოგსაძე რა შეუვალია. აი გოგსაძემ კლანჭები გამოაჩინა და მიშა ჩქარა მოდის თუ დაინახავს გელაშას და დაინახა კიდევ და ბექა იხმარება გელაშას. კაიხარ ბექს, კაიხარ. გელაშამ ყოულ პალმერისავით ჩაიფიქრა, მაგრამ იჩქარა. ბექა ეხმარებოდა, თუმცა არ დაუძახია რომ ეხმარებიო, აი ესაა სამწუხარო, ანუ ინფორმაცია, ანუ შეიძლება დაინახა კიდევაც გელაშა, მაგრამ ბექასგან არ ყოფილა რაღაც კარნახის ინდიკატორი და მოგვიჭრა მთელი პრესინგის ხაზი ერთი პასი და იარეო კარნახებს. აი თავისი ნახე კარნახებს, ანუ იარეო და ბექამ არაფერი არ უთხრა, პროსტა ჩაურბინა. არანაირი იარე დაზე და მიკიტას მე რამდენი შემოატარეს. დავაი მიკიტა. Давай, Микит, ай папарамбара Микитос. და მიკიტამ დაჟე ისე წართო რომ ბურთი ჩვენ ჩაგვრჩა და ისევ დაუბრუნა. ბექასგან სწავლობს, კარგი მასწავლებელი ყავს. საფშტვენი, არა დაფშტვინეს.
მოგხსაძეს გაუბედეს ესე რომ ვთქვათ, ანუ ეგონათ რომ ეს თომას დაუშვებდა. წამოიღებს? დევნოზა მისცა ბექას. გავაშამ კარგად დაუძახა. გავაშ 2-0-ს გიგებს ეს შავკანიანი მოთამაშე უკვე. უშუალო ორთაბრძოლებში ორჯერ აჯობა. გავაშო უნდა პირადი დუელი უნდა მოუგოს ავშკარად თავის მეტოქეს. თუმცა ეს ჩამოსვლა და გახსნა კარგი იყო. თუმცა აი საყრდენზე თამაშის გამოცდილება ნაკლებად აქ გავაშას, ანუ იქ ერთ შესახებით პასი დატოვება ჯობდა და მიშას რა გაუკეთეს და რა სამთვლიან კომბინაციებს გვიკეთებენ ხო ერთად შემო. თუმცა როგორ ვერ ვართმევთ. აი ჩვენ საჯარიმოში ძალიან ტექნიკური ბიჭები ყავთ, რაც ელასტიკოსასტავია რა. 2x-ზე გადავიდეთ ისე. მოუტრიალდნენ ბექას. დავიბრუნეთ ბურთი გავაშამ არ გასაკიდეო პასი. ორი დაკარგვა დაუბრუნდა უკვე. მიშამ ბურთი დაიბრუნა და რა დომინანტია დაბრუნების მერე არაზუსტი პასი. რაც თითქოს უკვე თვალნათლივ გამოიკვეთა ამ თამაშში, რომ დაბრუნების მერე ბურთი ძალიან ისეთ სიტუაციებში ვკარგავთ, არ ვუფრთხილდებით. შუაში შეეხო ხარბედია, მაგრამ ვერ ჩავჭა და მიშას ისევ შემოუარეს. და აქ დევნოზამ ჩაჭრა და ნუგო მარტივად ითამაშა და მიშამ ზურა ძალიან ინერტულად გამოვიდა. თუმცა საჯმა რაღაცა დადო, შეიძლება რაღაცა იყო იქ. შეიძლება ახლა უკვე 5 წუთში უკვე გახურდნენ ბიჭებიც, აი 5 წუთი გავიდა მე მგონი და ნუგო და მიშა თუ გახურდა და დაიქოქა დუეტი, აბა ნახოთ ნუგო როგორ იზავს. უბრალოდ ვერ მისცეს ზურას პასი. კეთ მივაახლოვოთ. შემოგვიტრიალდნენ ისევ ცენტრში სივრცეები. მიშა ძალიან მძიმეა და იმაც ხარტ რაცა მბრუნავ ბიჭებთან ძალიან უჭერს ტემპში. ესად აქ დიმარი ორ ზღვას შუა და გოგსაც დროულად გამოვიდა და ბექას გადაუკიდა. თუმცა ჯობდა საერთოდ აუზე გადაგდო გელაში თუ მოიგებს ამბურს მიაწებ თამამად. დაუთმო გელაშამ დაუთმო ეს ბურთი, იმიტომ რომ ის შეჭამდა. შესაჭმელი ბურთი იყო, ანუ აი უბრალოდ ისეთი პონტი, აი ორი მანქანა რო ერთმანეთს ეჯახება და ვისაც ნერვები უმტყუნებს პირველი ის რო გაიწევა. აი რაღაც ეგეთი სიტუაცია იყო და უსაფრთხოდ ითამაშა გელაშამ, ამხანაგურია და ვერც გაამტყუნებთ. მე ჩემს პერსონალ პრეფერენციებზე ვსაუბრობ უბრალოდ. ოპა, მიშას და გავაშას უკვე 3-3 არაზუსტი მოქმედება აქვს და ახლა იმედია გავაშა გამოიწყიდეს ამ ყველაფერს. დაიწყო, წამოიღო, 3-0 აგებს გავაშა პირად დუელში ამ შავკანიან FC სიღნაღთან. ბექას დუელი ნახოთ. და აი აქ დევნოზა, უშიშარ დევნოზა, რომელსაც გადაეკეტა და გააყოლა, სხვათა შორის კაი პასი გააყოლა. ხარბედიას დრიბლინგი. ხარბედ ამას არავინ არ დაგიდებს ჩემო ძმაო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გაჩავდა კი ჯერა შენი. უბრალოდ ცხოვრება ესეთია და ნუგო თითქოს არ წყופილაო, არ შეიმშეს. თითქოს ოფსაიდს გავდა აქ ეს ყველაფერი და დიმარა, კარგია, მაგრამ აქ ვინ გადააზროს? აი აქ წინაზე გიგა მორბოდა. გიგამ გადმოაზღვა, მაგრამ აქ გიგა აღარ არის და არც არავინ აღარ აზღავს. თუმცა შენელდნენ ისენიც და ჩავჭით არა იქ 2x-ზე მიახლოვება ძალიან აპასნია, რაღაცებს ვეღარ ვიღებ და ხარბედიამ მოიპოვა ბურთი. პასი გააკეთა, ერთი პასი გააკეთა უკვე ხარბედიამ და ნუ თუ ეს ასისტი იქნება. არ არის ასისტი. ხარბედიას ერთი პასი გაუკეთებია უკვე. ჩავთვალოთ. შვენიერი პასი იყო ხარბედ გენაცვალე, აი არაფერი დაეწუნებოდა, საასისტე პასი იყო. შვენიერი იყო. ბურთი დავკარგეთ უკვე სანამ მე ხარბედიას ქებას მოვყავი და რა ხდება აქ? ჩემ რა საინტერესო რაღაცები ხდება. ნუგო აღარ აწუხებს თავის პოზიციას იცავს.
დადგა, რასაც ქვია, თავის პოზიციაზე მყარად და ხარბედია ჩამოგვეხმარა უკვე ნელ-ნელა. ბიჭებს გადაუვარდათ და სანდრო ძალიან როგორც კი ბურთი და სივრცე რჩება, ეგრევე ცდილობს გაიქცეს და შეაწუხოს. ანუ აქტიურად თამაშობს. ეს ზურა თუ წაართმევს აქ პასს, თუმცა ძალიან ადვილად გაგვითამაშეს. ეს გატარებები მაგრა დაამუღამეს ძმებმა. მეტი სივრცე აქვს ცენტრში და ისო ბექას ზურგს უკან შემოატარეს. დიმას ძალიან ბევრი სირბილი მოუწია ამ თამაში. ოპა, დევნოზაშვილი იმენა გიჟი არის აი. ოპა, და იქით მარტო ყავს მიკიტა ერთ-ერთზეა. ნახოთ რა შემოგთავაზებს მიკიტა. კაია, ნუ გოდა გავაშა მოვიდნენ აქ, რომელსაც პასით შემოატარეს და მოიჭრა მთელი ცენტრი და გაგვიტანეს გოლი. ნუ გოდა გავაშა. ერთი პასით მოიჭრა, ორივე და აი ამ ადგილას, რასაც ქვია ის საჯარიმოს წინა ადგილი, არც ერთი კაცი არ იყო, ვინც იმათ ფეხბურთელს ბურთს შეუშვიდა. ნუ გონა ყოფილიყო გავაშა თუ მიშა, ეს უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა ერთი პასით ესე ორივე არ უნდა იჭრებოდეს. ანუ ერთის მოჭრა მოსულა, მაგრამ მეორე სხვას თამბნებს. კარგით, ზურას დუბლი აქ უკვე აღარ ყოფნის ფრეზე. ამიტომ სხვა მიმაც უნდა რაღაცა ქნან. გავაშამაც კიდე. ოპა, ამ ხუმრობას გელა შეს შენ თუნა და არა ძმა. წინ უნდა გევლო რაღაც გაჩ, მაგრამ ხო, მომენტ რო გაჩერდა ბურთი მაინც თავისთვის კომფორტულ სიტუაციაში გაისწორა და აქედან გელაშას ძალიან მაგარი გოლები აქვს გატანილი. შეიძლება აქედანაც ერთში უნდა დარტყმა წინ შეტანას და მე მარჯვენათი ახლოდან დარტყმას. ეს უკვე მისი გადასაწყვეტი იყო მთავარია რომ ინდივიდუალურად ითამაშა და დაასრულა. აქ კახა შემოვიდა ამასობაში, არ ვიცი ვის მაგივრად. ოპა, ძალიან ისე გვიტევენ და აქ ნუგო თითქოს ჰოლოგრამა არის, ანუ ვერ ვნახე ერთი ბურთი, სადმე ითამაშა და ის შექმნა. აი რაღაც იმპაქტი, ანუ მირბის ახლოს კაცთან, მაგრამ ანუ ან პასი ცდება, ან შემოურბენენ მეტ აქტიურობას. ბოლო-ბოლო ხელით დაიჭიროს, ანუ ნუ იქნები ჰოლოგრამასავით, ესე რომ ვთქვა. მამისკენ მოუწოდებდი. მიშა უბრალოდ ვერ ქაჩავს, ასე ვთქვათ. აი ეს ინდივიდუალურ ორთაბცობაში კაია, მაგრამ ზონების შევსებაში რაღაც ძალიან მენელება და მეტლანქება. თუმცა დევნოზა რომელიც საოცარია. აი ნუგოს შანსია და ნუ ისევ 4-4 არასწორი მოქმედება დაუგროვდა თქონი ნუგოს. არა, გავაშას არ დაუგროვდა არასწორი. იმიტომ რომ ისა ზურას თუ იპოვის გელაშა, თავი არა უწევია. არა და ისეთი მარტივი გადასატანი იყო, ნუ არც ვიცი რატო არ აწია თავი. ეს უბრალოდ გასაკვირია, რაღაცა ჭირთ ბიჭებს. ნუ გოგსამარტივად ითამაშა, რაც კარგია და მივესალმები. ესაც ცუდია, აი. დევნოზამ ლომივით ითამაშა და უკვე რაღაც გაეჭიმა, სულ რაღაც აწუხებს, ვერ არის ჯანმრთელი. ძალიან სამწუხაროა. გადაგუკიდეს და აქ 10 კაცია, თვართ და კახაზეა დამოკიდებული ყველაფერი. კახა გენაცვალე ჭილყვავი, აი. ეგრევე გამოჩნდა. ანუ ორ კაცს ეთამაშა და მოუგო. გავასშამ ძალიან უკვე, ანუ იქ წინაზე უნდა მეთქვა რომ ოფსაიდია, ძალიან ოფსაიდებია. არა არის ძმა, ოფსაიდი. ხო, მე მგონი ოფსაიდი იყო. მაგრამ ხარბე დაუცილებლად უნდა დაამთავრო, სწორს გეუბნებიან ბიჭები და მე სასტვენამდე რა, შენ დაამთავრე. ბოლო-ბოლო ანუ მომენტი გაქვს დაამთავრე, ვარჯიში გამოგივა რა და იქიდე. ხო, გავაშაზე უნდა თქვა მოვიბოდიშო რომ 4 არასწორი მოქმედება თქო, იმიტომ რომ ის მეგონა რომ არასწორად, ანუ ჩაუჭეს ის პასი და როგორღაც სასწაულებრივად გაძურა გელაშაზე და მე გელაშამ რო დაარტყა. ანუ 4 არაზუსტი კი არა, 3 არაზუსტი და 2 უკვე ზუსტი. ან ბოლო 2 უკვე კარგი ქონა, 2 კაი პასი გაუძღვნა გელაშას. დაიწყო ანუ გავაშა როგორც ჩანს უფრო მალე გახურდა ვიდრე ნუგო. ახლა გავაშას ბუცები შევიდა ოპტიმალურ სამუშაო ტემპერატურაში და იმედია ნუგოს ბუცებიც
მალე გახურდება, ცოტა უჭირს. დოინჯი აქვს ძმას. ანუ აი ოფლიც მოიწმინდა, როგორც ხედავთ, ოფლიც წამოსვლია. ანუ შეიძლება უბრალოდ ისე მოიწმინდა, რომ აი აჩვენოს ოფლი წამოვიდა. გელაშა ჩააწოდებს აქ სამწუხაროდ თოკო არ ყავს ამ მომენტში რომ რა მექნას გადმოვარდნილ ბურთზე ნუგო დგას შეიძლება აი ნუგოს უყვარს კრიტიკული გასროლები და შეიძლება აი ამ ნეგატივის ფონზე უცებ საოცრება შემოგთავაზოს ნახოთ შემოგთავაზებს თუ არა მაგრამ ვოვამ ანუ გელაშა ტიპმა ჩააწოდა და დარჩა იქ აი კუთხურსალამთან არა მოიწია ადამიანად ჩამაში ამას ხშირად აკეთებს ხოლმე გელაშა და იმედია მწვრთნელი ამაზე შენიშვნას მისცემს რომ ვიცოდეს იმიტომ რომ ერთხელ ოფსაიდიც აუწიეს ოფიციალურში მახსოვს ოდესაც ისევ მაგას დაუბრუნდა ნუ გო მეხუთედაც გაჰოლოგრამეს სამწუხაროდ Sancho, გუსორდი, Sancho. კახა ლომგული რომელიც საკმაოდ იბრძოლა უბრალოდ აღარავის აღარ შევაქებ აშკარად წყენთ ბიჭებს შეკება არ ნუ ბრძოლის კუთხით თორე კახა ტექნიკით ეხა არც არასოდეს წინავდა მოდის იმართო ხო პიდაროსტი ფეხი რავი, გამომიარეთ მიჩო. კლასიკოვოა ძალით არ უნდა და უბრალოდ და ერთი კაცი გაუშვა ლაზარეთში აი კარტოზამ ნახევარ-დაცვას დაამატა იმიტომ რომ მიხვდა რომ რაღაც ბევრი სივრცე ჰქონდათ გელაშვილი გავიდა მაგას ისედაც ეჩქარებოდა და ხო ოპა ხო ეგრე მარტივად ჩვაში რატო ახლა კახა კარნახავს ბიჭებს ანუ არ ვიცი რიტორიკული კითხვა იყო თუ პასუხის გაცემას ელოდება მოედანს თავს გუნდებისგან ახლა კახას შემოატარებენ არა შუაში თამაშეს ისო მარტივი პასები ნახეთ აბა ვინ გადავა მიკიტა აქეთ ჩააწოდეს მიშა ოპანა მიშა ჩავიდა დაცვაში სადაც უფრო ეფექტურია აშკარად იმიტომ რომ იმ ხელასივრცეების დაფარო აღარ წევს უბრალოდ ზონას დაკეტავს და ბიჭებიც ვეღარ გაჰოლოგრამებენ და ვეღარ შემოულიან ესე ვთქვათ გვერდს აი აქ ნუგომ უბიძგა ხელი რაც მომეწონა შეაწუხა ეს კარგია თუმცა აქ უკვე ჩვენს თავდამსხმელებს ცოტა დიდ ფართობის დაფარვა უწევთ ну არც ჩვენ წვრთნელი ცდილობს რომ 8 წუთი კიდევ ათამაშონ ბიჭები ფეხბურთს ოპა ხარბედა იქნება ეს მე კარიმ თავი გააწირა დარწმუნებული თითები ვითამაშოთ ბარემ რა 8 წუთი დარჩა ბიჭებმა თამაში მოხონდა პროფესიონალურად მოგვიყვნენ აჩვენებს რომ გათიშე თამაში სანამ დროაო არ უნდათ ბიჭებს ტრავმები აქ ვოვამ როგორც შეაშინა ბიჭები აქ უკვე გავაშა გაბრაზად და ბოლო აი მიშა ნახე დაცვაში რა კარგია ოპა იქ როგორ დაეხმარნენ ბიჭები მიკიტას გვერდი აუარეს მერე დიმა თუ დაუპატკატებს და კოქსაცის რასეივი ღმერთო ჩემო TikTok-ისთვის კონტენტი თავად შეიქმნა ეს ალბათ შეიძლება მაგიტომაც აიღო თორე ნეტა მიახლოებით გადამეღო მაგრამ ვფიქრობ ისედაც მიიზუმება კუთხურს გვიწვდიან ოპა ზურამ კერდით ლამისა მიიღო და გავაშ ნუგოს შანსი აქვს რომ სწორი ზუსტი პასი ჩაუწეროთ ნუგოს აქტივში
ზურამ დაატრიალდა ხარბედა რა შემოგთავაზა რა წავა რა თქმა უნდა გაამწვავებს ხარბედა ანუ ხარბედას უკვე აქვს 2 დრიბლინგი და 1 პასი აქ ერთ გაამტყუნებ ისეთი დრიბლინგი იყო და დარტყმაც უცებ რაღაც შივით შემოვიდა ის ჩემს სკანი გააკეთა ლადოს აცილა ლამის კიდე კაი გავაშა იყო იქ ვინ მოძრაობს აბა წინ ლევანი ნუგო კიდევ ერთი ზუსტი პასი დაუმატოთ აქტივში ოპა გავაშამ წავიდა დამკაში გასვლას აპირებს აი ამდენიმე მოატყუა მაგრამ აი როცა უკვე პასისთვის გაიხედა კახასკენ უკვე მესამე კაცმა აღარაცალა ლადო მივიდა ტლანკად ოპა იქით სივრცეებია ვინ გადაგვიზღვევს ზურა და მიკიტა და გაიქცა მიკიტას და დიმას უწევს ნუ გავაშა სამ ტიპთან 0-3 აქვს და აშკარად პირველ ლიგაში რო ავალთ იქ მაინც უნდა იძიოს შური ან თავ შემდეგ ვარჯიშზე იქნება თუ არა მე აუცილებლად ჩავინიშნავდი პირად დუელს რომელსაც გამოსწორება უნდა რევანში ლადომ შვენიერი პასი მისცა და ლევან აი უბრალოდ გაატარა და IQ ამას ქვია სათამაშო IQ მეგობრებო როგორ გაუტა აი უბრალოდ ბურთს არ შეეხო და გაატარა ძმამ ვინ აწუხებს აქ მიშა ამოვიდა ოპა და ლევანმა უბრალოდ აი აურა ლევანმა აურით შეცდომა დააშვებინა ახოთ აბა გავაშა 3-1 თუ გახსდის გავაშ ბოლომდე გავაშ ფოლი ააღებინა ეს გავაშას გამარჯვებაში ვთვლი ამას ეგრევე 3-1-ია უკვე გავაშამ კამბექები დაიწყო გაბრაზდა გავაშა ძალიან გაღიზიანდა ოპა გაზურა მაინც ნახოთ რა შემოგთავაზებს ხარბედას პასი მისცა უიმე ძალიან ცოტა დააკარდა უკვე გავაშა მოსდევს ნახოთ ეხა თუ წართმევს გავაშ მინდი ნუ არც ემატავა ეს თანაბრად ჩავთვალოთ თავის პოზიცია გადაავსო უბრალოდ გავაშა იქ ნუ გოავიდა შეაწუხა ბიჭები მიკიტა აბა ხო ნუ უბრალოდ მარტივად თამაში გადაწყვიტა ნახოთ ცენტრში რამ ხელსივრცეა როგორ შეირბინა ამ კაცმა და კიდე კაი არ ჩაუწოდეს 4 დარჩა მოდი ნავათრიო რა აინიშნე 4-4-ო და 4 ავიდაო ათა გამოტომე რა ხარბედია წუხებს ცოტა დიდი ფართობის კონტროლი უწევთ ახლა ბიჭებს წინ დაიღლებოდნენ დარწმუნებული თუმცა აქ ნახე როგორ შეძრა შუაში და ლადო არის ეს ნუ გომრა გააკეთა უბრალოდ დატრიალდა რომ აღარ შეუტია უბრალოდ ანუ ეს განა რამე უბრალოდ ჯარიმა იყო და გაჩერდა დაუბრუნეთ ბურთი თუმცა სუხოიზე არ მინდა ბიჭებო წაგება რაღაცა ეხა გავიტანოთ ჩვენც დიმა ლადო დაუბრუნა თუმცა ლადო უკან რომ ისე მაგბურთს ეგრე უნდა ნუგო მოითხოვა ბურთი ვნახოთ სუსტი პასი მაგრამ ადგილზე დარჩა ნუგო ანუ პასი გააკეთა და ისევ ადგილზე დარჩა ანუ პასის მერე უნდა გაიქცე სადღაც აი ამას აკალებს ჩემი აზრით თავის თამაშს ნუგო ოპა მიკიტა გაჰოლოგრამეს ლადომ წაურტყა და ნუგო დაიწყო ნუგომაც კამბექები შვენიერი თამაში იყო ოპა ვსიო და ასისტს თუ დადებს ნუგო საფირმო ტრიველა არას აბა მინდი ნუგო დაიჭირე რა ნუგო არა რაღაცა ძალით მოვალეობის მოხსნის მიზნით ჩამოყვა რაღაცა ეს არ იყო ის რომ შეაწუხა რაღაცა სასტონი არ ყოფილა მაგრამ ბიჭებმა ჯარიმა დაუდეს
რაც მსაჯზე ზეწოლა აშკარად. და აი ხარბედია ძალიან მოტივირებულია, თუმცა მარტო სუჭირს იქ შეწუხება. აქ დაგვიტრიალდნენ. ზურა. წაიკითხა ხარბედიამ, თუმცა გამოცდილი ბიჭები არიან და ესე შეცდომებს არ უშვებენ იქით. ქვედა ლიგაში შეიძლება შეეშალოს. დაიღალა ხარბედაც აშკარად ეწყობა, ანუ შეწუხების ტემპზე ეტყობა, რომ აი მენა მიძუნძულებდა, ანუ ამ სიჩქარით ვერავის შეცდომას ვერ დააშვებინა, აი ნუ გოთუმივა. მიკიტას კიდე გადაუკიდეს. ისევ დიმაზოს და მე კარგად სოთოშორს კარგად შევიდა მიკიტა დიმას პოზიციაზე, რაც აი მომეწონა. შეიძლება გადაზღვევებშიც კი უჩვევთ ხოლმე შეცდომებს და რაღაც ქუსლები და ოპა. ანუ ბიჭები ახლოს მიდიან, მაგრამ უშუალოდ თამაშან ხელს ვერ უშლიან რა, ანუ ეს ვინც უშლის, ანუ თუ მოგატყუეს მე ლადო არის, დანარჩენები იმენა აი ჰოლოგრამდებიან. წინ არავინ არაა, გაოშა გაიპარა, მაგრამ კაია. სპრინტი, შერბენ სივრცეში. სივრცე გაქვს, არა, მან დარმოდის ეგ პასი. აი ნუგო. ისე ვაებლანდა ფეხი, მაგრამ მაინც აქვს ვარიანტები, არა, ნუ რა გააკეთა, ჩემი კაი. მორჩა შეჩენ. კაი, უბრალოდ უკვე უკომენტაროდ რა ვსიო რა, ყელში ამომივიდა მეც. ვაიმე, აი, ლადომ რა პასი მისცა გავაშას. გავაშა მადლობა გადაუხადა ლადოს. თუმცა აი აქ რო ითხოვდა გავაშა ფეხში ბურთს. აი აქ ფეხში რო ითხოვდა ბურთს. ის სივრცე წინ სუცარელი იყო და აქედან სპრინტი რო დაეწყო, კახა ესე ამ ბურთს ესე შემოატარებდა. ჩემი აზრით. კარგით. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩემი წინასწარმეტყველება დაახლოებით მეტნაკლებად ახდა, ადვილი გამოსაცნობი იყო. იმედი ამ მარტივ შეცდომებზე ვისწავლეთ ბიჭებს, ახლა თავიც არ მოვკლავთ, ვაღიაროთ. სულ სხვა რაღაცნაირად წავიდო და გამოვასწორებთ და ვარკეთილს ნუცუბიძეზე ვაჩვენებთ, რომ ეს ნუცუბიძეა და არა ვარკეთილი. ხელოვნური ინტელექტი რა შვება, მაინტერესებს. კვლავ ჩართულია და ოპერირებს. ანუ არანაირი ემოცია არ აწერია სახეზე. არც მოგების, არც წაგების. თითქოს სცენარი იყო, სკრიპტი, გენერირებული პრომპტი იყო ეს თამაში, რომელიც იცოდა. ჩვეულებრივი სკაინეტი. კარგი, წავედით. თავშალ დული